this khachapuri is one of the greatest you can ever taste. It's one of the greatest meal, I mean, in the whole world because it's kind of Georgian pizza for us. Great, great, you know. გამარჯობათ, მე გახლავართ ირაკლი მესხი, მზარეული, მწობელი, რეტრო. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტზე ძირითადი აქცენტი გაკეთებულია აჭარულზე, ცომეულზე. ამ ყველთან დაკავშირებით. აჭარული გამოირჩევა სპეციფიკური ფორმით. აქვს ნავისებური მოგრძო ფორმა. და ეს განასხვავებს სხვა კერძებისგან. ღია, ანუ შეგიძლია ღია მასას ჭამ რა, ყველს ჭამ ღია ფორმის. და ამით არის გამორჩეული. ამობრძანდით მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური საფირმო ჩვენთვის ცნობილი კერძი. ვიღებთ გუნდას, ოდნავ ფილს ვაყრით და შემდეგ ხელის მოძრაობით ვაკეთებთ ფორმას. აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესი ესეთია. გვერდებს უტოვებთ ბორტებს და მარტო გავყავ შუა ნაწილი. ვიწყებთ შუა ნაწილის გაფრთხილებას. მარტო შუა ნაწილი. უნდა იყოს თხელი მაქსიმალურად, ეს არის ძირი. ცომი არის საფუარი, მარილი, შაქარი და წყალისგან დამზადებული. შემდეგი პროცესი არის ყველის მოთავსება. ვიღებთ ყველის იმერულის მასას, ფარშს. შემდეგი პროცესი არის სულგუნის ზემოდან სპეციალურად განკუთვნილ ღუმელში ხდება. შემდეგ ხელის ესეთი მარტივი მოძრაობით თავსდება ღუმელში და თავისუფლდება ლაფარიდან. უკვე 10 წუთის შემდეგ პროდუქტი მზად იქნება. ნამდვილად ზუსტად ეგ პრინციპია, როცა მომხმარებელი შემოდის და მე მაგას უმზადებ ამ კერძს, მე მაგის გამაჩნია ეს ჩემი როგორ ვთქვა, სიამაყის გრძნობა, რომელიც მე მაკავშირებს, რომ მომხმარებელთან ვიყო კონტაქტში და ჩემი გაკეთებული პროდუქცია მას მოწონს და სიამოვნებს. და ეს თვითონ ეს ფანჯარაც არის მაგისთვის გაკეთებული, რომ ადამიანი მოდის და შენ თვითონ გიყურებს რა როგორ მზადდება მისი კერძი და პირდაპირ ხედავს როგორ უმზადებ, როგორ ცხება, როგორ აჭარული ხაჭაპურის ისტორია ძალიან დიდი ხნის უკან დაიწყო. ლაზმა მეთევზემ ალი კარიბრიამ გამოიგონა. ამის შემდეგ უკვე არის მეორე ვერსიაც, როდესაც მეთევზეები ზღვაში გადიოდნენ, მას თავისი მეუღლეები, მეორე ნახევრები სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად უძღვებდნენ ასეთ ხაჭაპურს და შუაში ათავსებდნენ კვერცხს და ეს კვერცხის გული იყო სიმბოლო მშვიდობიანი ნაოსნობის. აი, როცა უკვე აჭარული გამოცხება შუაში ათავსებ ადამიანი, რომელმაც პირველი ესეთი აჭარული გააკეთა და მას მიბაძეს მე დანარჩენმა სხვა მეთევზეებმაც და უკვე პოპულარიზაცია დაიწყო მე-11-მე-12 საუკუნიდან მოყოლებული. და დღეს უკვე როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან პოპულარულად სარგებლობს აჭარული ხაჭაპური. ერთი და იგივე პროცესი მიდის მთელი დღის მანძილზე რაოდენობიდან გამომდინარე აჭარულში. ფული პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა ეს, რომ მე მასტერი ვარ აჭარული ხაჭაპურის, რადგან გამოცდილება მაქვს 16 წლის. დღეში 200 თალზე გამომდის. უკვე გავიდა 2 წუთი, წმინდავთ ძირს, გვერდებს. უკვე მიგვაქვს სუფრასთან მიტანის შემთხვევაში ეს კვერცხი და კარაქი ერთმანეთში უნდა აურიოთ და კარგად შევაზილოთ
ერთმანეთში ეს მასა, ყველის და სულგუნის კარაქის ნაზავი ერთი. აჭარულის ჭამის წესი არის ესეთი, რომ კარგად ყველი, კვერცხი, კარაქი ერთმანეთში აერიოს. გემრიელია. მოდი. You know, Acharuli Khachapuri is my love. So I've been coming to this place almost maybe 10 years. Even on my cheat days when I'm on diet, I come to eat this. So delicious. You can eat maybe 2 or 3 of these. It's really great.